სხვათაშორის მე გამიჭირდებოდა აქ მანქანის დაყენება, იმიტომ რომ ძალიან პატარა ადგილია. თავის უკან მექნება 2 ცალი დინამიკი აქაც. იქნება მაცივარი აქ. სხვათაშორის ამ ელემენტებმა მიიღო ორმაგი სერტიფიკაცია უსაფრთხოების, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ელემენტია ამ მანქანაზე. ვზივართ უკვე მარჯვენა მხარეს უკან, ნახეთ რა გაჩვენოთ, ესე იგი აქვს. აი ხა ვიყვანეთ ტესტ-დრაივზე ავტომობილი, ვიცვლებით, მოგვიყვანეს ქალაქში, ადგილში, სადაც შეგვიძლია უკვე ტესტ-დრაივი გავატაროთ და ვიცვლებით მე ვждები საჭესთან. სიამოვნო ავტომობილია. ეს არის საშუალო კომპლექტაციის ავტომობილი, ნახეთ რამდენი რაღაცა აქვს, ეს უსადენო დასატენები, რა თქმა უნდა, რაც თავარია, უსადენო დასატენებს აქვს აი აქ გაგრილება. თუ დაგიდიათ როდესმე უსადენო დასატენზე, ტელეფონი ყოველთვის ცხელდება, აქედან კი უბერავს ცივი ჰაერი და ტელეფონს აგრილებს და დამტენსაც რა თქმა უნდა და ტელეფონი არ ფუჭდება. არც დამტენი არ ფუჭდება, ყველაფერი კარგად არის. მოოთხკუთხედო ესეთი რული აქვს. საკმაოდ სასიამოვნო. სარკეს არა აქვს ჩარჩო. წავედით და ვნახოთ. არ ვიცოდით, სავწელს ვიყავით, სად გაგვეტარებინა ტესტ-დრაივი და საერთოდ ქალაქში ვართ პირველად და ჩვენმა მენეჯერმა უკანა სავარძლიდან ესაუბრა ზიკრმა უპასუხა, რაღაც დიალოგი ჰქონდათ, რაღაც თავისებური და ზიკრმა დაგვიხატა ნავიგაცია ჩაირთო, სად უნდა წავიდეთ, როგორ უნდა წავიდეთ, ყველაფერი მოხდა უბრალოდ საუბრით. უბრალოდ დიალოგი ჰქონდათ რაღაც, მოკლე დიალოგი, სადაც გადაწყვიტეს, სად უნდა ვიაროთ ჩვენ. პრინციპში უკვე გვაჩვენებს, რა უნდა მოვტრიალდეთ და წავედით. მოკლედ, რა შეიძლება ვთქვათ ამ ავტომობილზე? ჯერ ესეთი რა თქმა უნდა, ყველა სავარძელზე უნდა შეიკრათ ღვედი. ეგ აუცილებელია, ყვირის, გვაფრთხილებს. გვაჩვენებს ირგვლივ რა ხდება. მანქანები, ავტომობილები, ხალხი, შუქნიშნები, ყველაფერს გვიჩვენებს. ნახეთ რა კარგი ნავიგაცია, გვიჩვენებს რომელ ზოლში უნდა ვიყოთ, როგორ უნდა მოვტრიალდეთ. მოკლედ ამაზე ალბათ ბევრი საუბარი არ ღირს, იმიტომ რომ კარგი თანამედროვე ნავიგაციის სისტემა პრინციპში ძალიან ბევრ ავტომობილში ესეა, როგორც ტელეფონში. აქ მე მგონი უფრო უკეთესია ვიდრე ტელეფონში. აქაც მიჩვენებს ყველაფერს წინ რა ხდება და როგორ ხდება, რა ავტომობილები მოძრაობს, რა სიჩქარით მივდივარ, რამდენით უნდა ვიარო და რაც თავარია, ჩინეთში, რა თქმა უნდა, ავტომობილი უკავშირდება შუქნიშნებს. ერთი რაღაც სისტემა აქვს ესეთი. და შუქნიშანზე როცა ვჩერდებით, ან უახლოვდებით შუქნიშანს, ავტომობილი გვიჩვენებს თუ რამდენი წამი დარჩა ამა თუ იმ შუქის დამთავრებამდე, ანუ წითელი რამდენი წამი იქნება, მწვანე რამდენი წამი იქნება, ყველაფერს გვიჩვენებს ეკრანზე. ეხლა გამოვდივართ ჰაივეიზე, მოძრაობთ, ძალიან ესეთი რაღაცნაირი მოსპორტულო რული აქვს, ისეთი ოდნავ გაქანავებაზე, თითქოს პატარა სპორტკარში ვზივარო. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა საკმაოდ პატარაა ვიზუალურად გარედან, მე ჩემი 191 სანტიმეტრით შვენივრად ვზივარ, არაფერი არ მაწუხებს, უკან უზარმაზარი ადგილია, ბულკივით დადის რაღაცნაირად, ეს შეკრული ავტომობილია და სულ მეშინია აქსელერატორის პედალზე დაჭერა, იმიტომ რომ რაღაც ისეთი რეაქცია აქვს, ეს ჩაოლებრივ რეჟიმში ისეთი რეაქცია აქვს, რომ წარმოგიდგენიათ სპორტულში როგორი რეაქცია იქნება ავტომობილს. მოკლედ, ყოველდღიური სასიარულოდ ეს ავტომობილი, რა თქმა უნდა, კალგარეთით შეიძლება გასვლა და შორს სიარული, იმიტომ რომ აბსოლუტური სიჩუმე. ძალიან რბილი ხოდი, მიუხედავად იმისა, თან რბილია, თან მკვრივია. რაღაცნაირი ისეთი ორივე ერთად რბილიც და მოსპორტულო მკვრივიც ვერ აგიხსნათ, ეს უნდა გამოცადოთ ეს ავტომობილი, რო გაიგოთ თუ როგორი გრძნობებია ამ ავტომობილში. უჩარჩო გარეთა სარკეები. როცა ვრთავ მარჯვნივ მარცხნივ მოსახვევს, ეკრანზე გამოდის ის თუ სად მივდივართ, აი მაგალითად ჩავრთე მარჯვნივ, აინთო, ჩავრთე მარცხნივ
მარცხენას მიჩვენებს ახლა. მოკლედ ისეთი შეგრძნებებია ამ ავტომობილში, რომ აი ჩაჯექით პირველად არაზოს არ მჯდარ ვარ ამ ავტომობილში. ჩავჯექი. რენჯი მაქვს 505 კილომეტრი ახლა ამჟამად. სიჩუმე, სირბილე, კომფორტი, სისწრაფე. აი ახლა სხვათა შორის შევამჩნიე. აი თუ შეიძლება ახლა კამერას ავიღებ. აი არ ვიცი გამოჩნდება თუ არა კამერაზე. აი არც კი ვიცი, ახლა ჩანს თუ არ ჩანს, მაგრამ აი ეს ყველაფერი მაქვს თვალ წინ. აი აქ. უბრალოდ სიჩქარეს და რამეს კი არ მიჩვენებს, მიჩვენებს აბსოლუტურად მთლიანად აი ამ ეკრანს, 3D გამოსახულებას, თავისი ზოლებით, სად უნდა მოუხვიო, რომელი ზოლიდან სად უხვევ. ყველაფერს. და რა თქმა უნდა, სქელი შუშები, კარგი ხმის იზოლაცია. საკმაოდ მძლავრი. სხვათა შორის ამ ავტომობილს სიმძლავრეზე რახან გამახსენდა, ამ ავტომობილს წავიკითხეთ ეს მიუხედავად იმისა, რომ საშუალო კომპლექტაციაა და ეხლა გამოვედით, ცოტა ხმას ჩაუწევ, ეხლა გამოვედით და ამ ავტომობილმა სავარაუდოდ კიდე უკვე იარა, იმიტომ რომ დამტენზე არ იდგა. გარეთ არის 19 გრადუსი. რენჯი მაქვს 505 კილომეტრი. და ცხენის ძალა აი ამ პატარა ავტომობილს ჩვეულებრივი ავტომობილია, ხო, ამ პატარა ავტომობილს აქვს 421 ცხენის ძალა. მოკლედ, ავტომობილი არის ძალიან სასიამოვნო. რაღაცნაირი საკაიფო მანქანაა, პატარა. გარედან პატარა, თორე შიგიდან ძალიან დიდი ზომაა. შვენივრად ოჯახი ჩაეტევა ივლისს. ეხლა გვაჩვენებენ თუ როგორ დააყენებს ავტომობილი თავის თავს. აი შეხედეთ, გავუშვი ყველაფერს, ფეხები არ მიდევს, ხელები არ მიდევს. ვაჩვენეთ, სად უნდა დავაყენოთ მანქანა, მიუთითეთ, დავაჭირეთ და შეხედეთ. სხვათა შორის მე გამიჭირდებოდა აქ მანქანის დაყენება, იმიტომ რომ ძალიან პატარა ადგილია. ორ ავტომობილს შორის არის ძალიან პატარა ადგილი. მე არც ვფიქრობდი აქ მანქანის დაყენებას, მაგრამ ჩვენმა მენეჯერმა თქვა, რომ მოდითო გაჩვენებთო ავტომატურ პარკინგსო და დაგვაჭერინა ღილაკზე და წარმოიდგინეთ. აი ამ პატარა ადგილში მანქანა შეეკვეხა. თვითონ აყენებს ავტომობილს. შეtu უცნაური გზნობა აბსოლუტურ სიჩუმეში. რაღაცა გვითხრა, ფანფარები ჩამოვიდა, მანქანა დაპარკინგებულია, ვაჭერთ პარკინგს. თვითონ დააჭირა პარკინგს, ეგეც არ გჭირდებოდა და დააყენა მანქანა. მოკლედ, მომავალი ტექნოლოგიები, ეს არ არის რაღაცა სუპერკარი ან რაღაცა, ეს არის ჩვეულებრივი ავტომობილი, ნორმალური, რომელიც აქ ქუჩებში დადის. მანქანა თვითონ აყენებს, თვითონ დადის, თვითონ აკეთებს ყველაფერს, ძალიან კომფორტული, ძალიან მძლავრი და მშვენიერი ფასი. ესე იგი, ჩემი მეგობარი და ჩემი პარტნიორი ვერ გამოვიდა ავტომობილიდან, ძალიან ახლოს დააყენა მარჯვენა მხარეს და მენეჯერმა გადაწყვიტა, რომ მოდი გაჩვენებთო. ჩვენ გადმოვედით ავტომობილიდან და ავტომობილი თვითონ აი ამ ღილაკზე დაჭერისას წავიდა და დააყენა. მორჩა, მანქანა გაითიშება, დაიხურება. გინდა თუკან დაბრუნება, დააჭერთ ღილაკს, გამოვა ავტომობილი, გააღებს კარებს და თქვენ ჩაჯდებით, წახვალთ გააგრძელებთ გზას. აი რასაც ვამბობდი, რომ ავტომობილი გარედან გამოიყურება როგორც საკმაოდ პატარა, ხო? აი ხა მე ვზივარ, ფეხები 90 გრადუსზეც არ მაქვს მოკეცილი, ანუ ისე მაქვს, აი როგორც უნდა ნორმალურად კომფორტულად ვიმოძრაო, ესე. და ვცადოთ ეხა რა ხდება უკან. 191 სანტიმეტრი. მეგობრებო, რამე შეკითხვები გვაქვს? აი ამდენი დამჭა წინ სიდანიამდე, სავარძლამდე. შეხედეთ. და ამაზე ვსაუბრობდით, ჩვენ რომ პატარა ავტომობილია. მე მგონი შეკითხვები არ იქნება. მეგობრებო, რა შეუძლია გააკეთოს ზიკრს ამ ავტომობილში? სულ რაღაც ცოტათი ოდნავ დაამატებთ თანხას და ეს სავარძლები
შეიცვლება და ქარხანა დაგიყენებთ სავაზლებს, გაგრილება, გათბობა, მასაჟი. რა თქმა უნდა, ეხლა აი აქ გვაქვს დინამიკები. მარჯვნივ მარცხნივ ორი პატარა დინამიკი. დააყენებენ დინამიკებს აქაც. თავის უკან მექნება ორი ცალი დინამიკი აქაც. იქნება მაცივარი აქ. იქნება პატარა მაგიდა, რომელიც გამოვა და რაც თავარია, ავტომობილს ექნება სპეციალური რეჟიმი, რომელსაც ქვია დასვენების რეჟიმი. და რაც თავარია, იქნება დამატებითი ფუნქცია ესეთი. ქვია დასვენების რეჟიმი. ესე იგი, დავეყნობი. ეს სავარძელი წავა წინ, სადაც შეძლებთ ფეხების დალაგებას, აი აქედან, ქვევიდან, გამოვა ფეხებისთვის დასასვენებელი მოწყობილობა. წამოწვევით, დაისვენებთ, ეს ყველაფერი რეალურად ძალიან პატარა ფასში, ქარხნულად მზადდება, კეთდება. იდეალურია, ესეთი პატარა მანქანისთვის, იდეალურია. მეგობრებო, მივიდეთ საბარგულამდე. შეხედეთ ესე იგი, აქ კამერა, რა თქმა უნდა. ვაღებთ საბარგულს. აქაც კამერაა კიდე ერთი პატარა. ალბათ ორი დიდი ჩემოდანი და ერთი პატარა ზევიდან მშვენივრად დაიდება. ეს გავითვალისწინოთ, რომ ეს სავარძელი უკანაა ბოლომდე გამოწეული. რა თქმა უნდა, ელექტროშტეფსელი 180 ვატიანი, 12 ვოლტიანი, განათება მარჯვნივ მარცხნივ, დინამიკები და სასიამოვნო იატაკი, რომელზეც სავარაუდოდ არაფერი არ ესრიალებს. ესეც ეს არის Zikr 7X. ეხლა მოდით შევხედოთ ძრავს. გავხსნათ ეგრეთ წოდებული კაპოტი, დაიჯერეთ, ხო? აქ არაფერი ძრავი არ არის. აქაც საბარგულია. მაგრამ რატო გავხსენით ახლა ეს ყველაფერი? ეხლავე აგიხსნით. ეს არის საშუალო კომპლექტაცია, რომელსაც აქვს ერთი მოტორი. უყენია 100 კილოვატიანი კატლის ელემენტები. სხვათა შორის ამ ელემენტებმა მიიღო ორმაგი სერტიფიკაცია უსაფრთხოების, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ელემენტია ამ მანქანაზე. 100 კილოვატიანია და კონკრეტულად ეს მანქანა ეხა შევხედავ ჩემს ჩანაწერებში. კონკრეტულად ამ მანქანას როგორც მოგახსენეთ, აქვს 422 ცხენის ძალა. და ყველაზე დიდი ელემენტი უყენია, გადის 780 კილომეტრი აქვს, 780 კილომეტრი აქვს რენჯი. მაგრამ არსებობს ესეთივე სხვა კომპლექტაციაში ორი ძრავით, რომელიც უკვე 3.8 წამში კრიფავს 100 კილომეტრს, მაგრამ რენჯი ექნება არა 780, არამედ 705, მაგრამ ექნება 656 ცხენის ძალა. აი ამ პატარა ავტომობილს ყველაზე უსაფრთხო ელემენტით 100 კილოვატიანს ექნება 656 ცხენის ძალა, მეგობრებო. ესეც თქვენი პატარა Zikr. დავხუროთ? მორჩა. აი კიდევ ერთი მახასიათებელი Zikr 7X-ის. დგას დასატენად, იტენება. საერთოდ არ გინდათ თქვენ მისვლა იმისთვის, რომ ნახოთ რამდენი პროცენტზეა დატენილი. აი გვერდზე წერს რამდენი პროცენტია დატენილი და რამდენი რენჯი აქვს. პირდაპირ კარების, ეს შევხედოთ კარების არქაზე. აი ესე. მარტივია, მოსახერხებელია. ვზივართ უკვე მარჯვენა მხარეს უკან, ნახეთ რა გაჩვენოთ, ესე იგი აქვს არა მარტო ელექტრონული, რა თქმა უნდა, როგორც ყველა მანქანას დღეს შუშის აწევა-ჩაწევა, არამედ წინა სავარძლის მოძრაობა პირდაპირ კარებიდან. თუ ჩაჯექით უკან, გიშლით წინა სავარძელი, აქედან ამას ყველაფერს მართავთ. მეგობრებო, მოდით შევაჯამოთ თუ ვისთვის არის ეს ავტომობილი. CLTC-ის მიხედვით, ეს არის ჩინური სისტემა, როგორ ითვლიან თუ რამდენს გაივლის ავტომობილი. ამ ავტომობილის რენჯი არის 780 კილომეტრი. ნუ ჩვენ რეალურად ვიცით, რომ 650-ზე მეც ეს მანქანა არ გაივლის. საქართველოს გზებზე ჩართული ფეჩით და ასე შემდეგ ავიღოთ ციფრი 650 კილომეტრი. ანუ ჩვენ თავისუფლად ჩავდივართ მაგალითად თბილისიდან ბათუმში, ვკატავთ მოკლედ თუ თბილისში ვართ, საერთოდ ალბათ კვირაში ერთხელ ვტენით, ისიც თუ
ეს არის მიუხედავად იმისა, რომ გამოიყურება როგორც პატარა ავტომობილი, ეს არ არის პატარა ავტომობილი. ეს არის ავტომობილი, რომელიც ოჯახისთვის მშვენიერი იქნება, 5 კაცი თავისუფლად ჯდება. ყოველდღე სამსახურში სასიარულოდ ან რაღაცას ასასვლელად მთებში სამოგზაუროთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ორზრავიანს შეიძენთ. საერთოდ იდეალური იქნება. ძალიან სასიამოვნო, პატარა ზიკრი. მე მგონია, რომ ნებისმიერი ტიპის ადამიანი ძალიან კარგად იგრძნობს თავს ამ ავტომობილში. რა თქმა უნდა, ყველაფერი სუბიექტურია, მაგრამ ჩამოვა საქართველოში, ვნახოთ, სხვათა შორის თუ გნებავთ ამ მანქანის შეკვეთა, შეგიძლიათ ქვევით ახლა ლინკს დააჭიროთ და შევუკვეთოთ ეს ავტომობილი ჩვენთან China Cars-ს. ჯიში. ჩამოვა მალე და ლამაზად.